სამი შეცდომა, რომელთაც თქვენვე აბნევთ თქვენს ძაღლს. პირველი, ბრძანება უნდა იყოს ყოველთვის ერთი კონკრეტული სიტყვა. თუ თქვენ დღეს ეუბნებით ძაღლს დაჯექის და მეორე დღეს ეუბნებით მაგალითად სით ან ნებისმიერ სხვა სიტყვას, ამ შემთხვევაში ვერ მოხდება ბრძანების სწორი დასწავლა, ძაღლი ვერ მიხვდება რა სიტყვით მისგან და შესაბამისად დაიბნება. მეორე, შეუსაბამო სხეულის ენა. თუ თქვენ გაბრაზებული ეძახით თქვენ ძაღლს ბრძანება ჩემთანს მაგალითად, ამ შემთხვევაში ძაღლი ძალიან კარგად აღიქვას თქვენს სხეულის ენას, ხომ? და ძალიან კარგად ხვდება რომ გაბრაზებული ხარ. შესაბამისად სრულიად შესაძლებელია რომ ძაღლმა მეტად უფრო აგარიგდოთ თავი და დაარღვევოს ბრძანება. ამ შემთხვევაში ბრძანებაც გაფუჭდება და ვეღარ იქნება ისეთი მყარი. მესამე, გაუაზრებელი დაჯილდოვება. თუ მაგალითად თქვენ ძაღლი გახტებათ, ან რამე ისეთ ქცევას აკეთებს, ეს თქვენთვის მიუღებელი არის და თქვენ ან სიცილით ხვდებით ამას, ან სიტყვაზე შეხტამის შემთხვევაში მოფერებით ცდილობთ რომ ჩაიყვანოთ და შეწყვეტოთ ქცევა. ამ შემთხვევაში რეალურად ადასტურებთ თქვენ ამ არასწორ ქცევას და ასწავლით ძაღლს რომ მაგალითად შეხტამა კი კარგია, იმიტომ რომ მიიღებს მოგერებას ან რაღაც ყურადღებას ან სიტყვას.